პიტერ დრუკერის ეფექტური მმართველი, The Effective Executive, არის წიგნი, რომელმაც შეცვალა წარმოდგენა ლიდერობაზე. თუ მანამდე თვლიდნენ, რომ ლიდერი იბადებოდა და ეფექტურობა თანდაყოლილი ნიჭი იყო, დრუკერმა თქვა, ეფექტურობა არის ჩვევა და მისი სწავლა შესაძლებელია. ქვემოთ ვრცლად განვიხილავთ წიგნის 5 მთავარ პრინციპს. ჩვევას, რომელიც დრუკერის აზრით აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს შედეგის მიღწევა. შესავალი. ვინ არის მმართველი? Executive. დრუკერის განმარტებით, მმართველი არ არის მხოლოდ დირექტორი. ეს არის ნებისმიერი ცოდნის მუშაკი, knowledge worker, რომლის გადაწყვეტილებების გავლენას ახდენს ორგანიზაციის შედეგებზე. თუ თქვენ იღებთ გადაწყვეტილებებს და არა მხოლოდ ბრძანებებს ასრულებთ, თქვენ მმართველი ხართ. ჩვევა პირველი. იცოდე, სად მიდის შენი დრო. Know thy time. დრუკერი წიგნს იწყებს ფრაზით: დრო ყველაზე ლიმიტირებული რესურსია. ფული შეიძლება ისესხო, ხალხი დაიქირავო, მაგრამ დროს ვერ იყიდი. პრობლემა. უმეტესობას გვგონია, რომ ვიცით რაში ვხარჯავთ დროს, მაგრამ სინამდვილეში მეხსიერება გვატყუებს. დრუკერის მეთოდი. ჩაიწერეთ. ნუ დაეყრდნობით მეხსიერებას. რეალურ დროში ჩაიწერეთ, რას აკეთებთ, მაგალითად 10-10-70 მეილი, 10-70-11 ყავა. მართეთ. ნახეთ ჩანაწერები და იპოვეთ დროის ქურდები. უაზრო შეხვედრები, ზედმეტი ბიუროკრატია. თუ რაიმე საქმის გაუქმებით არაფერი დაშავდება, გააუქმეთ ის. გაერთიანეთ. ეფექტური მუშაობისთვის საჭიროა დროის დიდი მონაკვეთები, მაგალითად 2-3 საათი გადაბმულად. დაქუცმაცებული 15-15 წუთით სერიოზული საქმე არ კეთდება. ჩვევა მეორე. ფოკუსირდი წვლილზე. ბევრი მენეჯერი ფიქრობს, რა ძალაუფლება მაქვს, ან რას მავალებენ. ეფექტური მმართველი კი swams კითხვას, რა შემიძლია შევმატო ამ ორგანიზაციას? What can I contribute? ეს ცვლის ფოკუსს პროცესიდან შედეგზე. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ თქვათ, მე მარკეტინგის განყოფილებას ვხემძღვანელობ, პროცესი, უნდა თქვათ, მე ვქმნი პროდუქტზე მოთხოვნას, რათა კომპანიამ გაყიდოს, წვლილი. ეს ჩვევა გაიძულებთ აიღოთ პასუხისმგებლობა საბოლოო შედეგზე და არა მხოლოდ თქვენს ვიწრო სპეციალობაზე. ჩვევა მესამე. ააშენე ძლიერ მხარეებზე. Make strengths productive. ეს არის დრუკერის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური იდეა. ტრადიციული სისტემა ეძებს ადამიანის სისუსტეებს, რათა გააუმჯობესოს ის. დრუკერი ამბობს, დაივიწყეთ სისუსტეები, ფოკუსირდით მხოლოდ სიძლიერეზე. ადამიანების მართვა. ნუ ეცაბეთ თანამშრომლის ხასიათის შეცვლა. იპოვეთ ერთი რამ, რაც მას კარგად გამოუსდეს და მიცით საშუალება